დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია იმერული სიმღერების მემატიანე, ქუთაისის კოლორიტი და უბრალოდ საოცარი ადამიანი ბატონი მურმან შათირიშვილი აპლოდისმენტები. როგორც ყოველთვის ბატონო მურმან, ესე იგი საოცრად აკადემიურად გამოიყურებით არაჩვეულებრივად, სულ ფორმაში მე მადლობა დიდი. ამასობაში რამდენი წელი ბატონო მურმან? ნუ მოთმევინებთ კაცო. არა, პირიქით ისეთ კარგ ფორმაში ხარ, უნდა ვთქვათ. 86. 86 წელი. და წინ რამდენი გეგმები გვაქვს კიდე? კი, კაცო, გოგოდი აღარ გურებიან ჩემს. ქალბატონები? ქალბატონები კი, მაგრამ ერთხელ დამისვეს წინ ვიღაც ქალი. დე. ეკეთიჯი და მაღალი სუფრაში ვიყავი და გადმოჯდა, ეგრე დამჯდა წინ. არ მევეწონა რომ შევხედე კაცო. და სიმღერასო რას უმღერებ ამ ქალბატონსო და გამახსენდა ებრალიძის სიმღერა როა ის. სადიღავი რომ არ ჩანდი 20-ოდე წლისი. ცერა გადავიდა გალიტი. დაბრუნდა უკან. როგორ ბრძანდები, ბატონო მურმან? არ უჩივი. შვენივრად. არა. ჩემ ასაკთან შედარებით, რა ვიცი. კიდევ მღერი ვარ კაცო. აბა? ეგაა, თავარი ელექსირი. ხო მითხარით ამასი რომ თავარი ჩემი ციცოცხლის წყარო არის სიმღერაო. კი, მაგრამ სინდის ნამუსიკა უნდა დაგარგო. როიცხა უნდა დაანებოთ. ჯერ ადრეა. დიახ. ძალიან კარგი. მადლობა რომ მოგბრძანდით სტუმრად გადაცემაში. იცოცხლე. აი ხა ბატონო მურმან, მე სულ ვიძახოლმე რომ ხართ ქუთაისის ცოცხალი მემატიანე და იმერული სიმღერების და გამავდროულად კოლორიტი რა თქმა უნდა და რთულია ხო ალბათ ქუთაისში კოლორიტობა? ყველა რო შენ სიგარეტს ეწევა. ეს სიტყვა ვერ გევიგე რა არის კოლორიტი საერთოდ. რას ქვია ეს კოლორიტი ვერ გევიგე. რაია კოლორიტი? ანუ წარმოსადეგი პიროვნება ადამიანი რომელიც წარმოაჩენს ამა თუ იმ ქალაქს. აჰა. ამდენ ეგეცთან გასულ. სიტყვა ეთქვის იმ ქალაქში და პატივსცემენ და კოლორიტი მიზახი და რაია არ ვიცი. აი რას თქვენ ხართ ქუთაისისთვის ეგაა კოლორიტობა. ესე კაი კაცობა. კაი კაცობა, რა თქმა უნდა. როგორც კოლორის პრივილეგიები გაქვთ ახლა ქალაქში ბატონო მურმან? რას მელაპარაკები კაცო? ყველა გზას მithავს, მანქანითაც, ფეხითაც რო დავთვალე. სხვათა შორის რაღა დაგიმალოთ და ჯაბოვიჩი განიცდის ჩვენი? კი, ჩვენი ჯაბოვიჩი განიცდის პროგრესს. ესე იგი ჯერ ხო ბაღდათის საპატიო მოქალაქე გახდა. ბაღდათელი არ ყოფილა, მაგიდა ვინ მიიწა? და რა ვიცი მე და კი გახო და მე თერჯოლის კოლორიტი გახდა და ახლა ქუთაისის კოლორიტობისკენ მიიწევს. მობრძანდეს იგანა მობრძანდეს. ვანახეთ რანაირია, ხო? ბატონო მურმან, 2500-ზე მეტი სიმღერა იცით. კაცო, მაგი არავის არ დაუთვლია და არც მე არ ვიცი. რატო შეიძლება ახლა რა ვიცი? ო არა, ანუ სტარი ციფრი. ხომ ძალიან ბევრი სიმღერა ხო? 150, 100 სიმღერა იცოდე და კარგად იცოდე, იგი ჯობია 2500-ის არ ცოდნას. არ ცოდნას. აი, ახადი. ყველაფერი რა შეიძლება იცოდე. ხო არა, ბევრი ამდენი სიმღერა რომ იცი ახლა. კაი, 300 იყოს, 200 იყოს ბატონო. ახლა მგონდა ამას წინათ მთხოვეს ერთ ადგილზე ქუთაისში რომ ერთ საღამო იმღერეო შენო და რაღაცა. დიახ. ასე კაფეა თუ რაღაცა იქ. გამოვიდა და მე და ჩემი მეგობრები მღეროდით. მთელი საღამო დღის 12 საათზე დავიწყეთ და ღამის 11 საათზე დავამთავრეთ. დღის 12 საათზე და ღამის 11-ზე დაამთავრეთ? დავამთავრეთ. მანამდე მღეროდით? სულ მღეროდით. გოუჩერებლად და იქ თანამშრომლებმა და იმგენმა გაუკვირდათ იმათ ერთი რამე. მე ვთქვი რა გიკვირთ კაცო რა ეთქვა და არა რომ მღეროით, მაგი არ გვიკვირსო და სხვადასხვა არ გაგვიმეორებია სიმღერო. ის. ვა. კაცო იმაში არ ჩაგიხედია თუ არც კომპიუტერი გქონდა, არც იგი რვეული და არც არაფერი. ჯამდე ელექსი და სიმღერა საიდან იცით ზეპირათო. იგი გოუკვირდათ ყველაზე მეტად. გასაკვირია მე ბატონო. ათო შუა დღის 12-დან არა და იმნაირ რაღაცა რა ვიცი ტვინი რაფერ მაქვს მოწყობილი თუ ვისწავლე ვეღარ დამავიწყებ იმას მე. ფაქტია. იმიტომ რომ ყველა შეხვედრაზე სულ ახალ ლექს კითხულობთ, ან ახალ სიმღერას ვღერით ხოლმე ჩვენ შეხვედრებზეც და არაბუნებრივად ბევრი არის და
კიდევ ერთხელ თქვენ საოცარ, რა ვიცი, საოცრებას, ნიჭიერებას უსვამს ხაზს და ლექსი რომ მემატიანობას. არ ვიცი, მე მეგონია სიმღერაზე მეტად ლექსი. ლექსზე ვგიჟდები. ხო არ წაგვიკითხავთ რამეს? რაღაცს ვახსენეთ და ვიცი. გრიგოლ აბაშიძის ლექსი. არის ერთი ასე. შავი ქალაქის გაზაფხული, ნაწყვეტია ეკედან, შავი ქალაქი ჭიათური. რა კარგია იმერელი, რომ გაგიცნობს, მოგიხათრებს, არაფრისთვის არ გაგიშვებს, ჩამოგახებს ჩოხის კალთებს. აგეროს ხორობორნამის, ბატონო, ჩემი სახლი. ამ მოსახვევს რომ გაცდები, ყეფა ისმის ჩემი ძაღლის. მიდის იმერელი, იცნობ ამ გზას ნათავდებარს, მიდის იმერელი, მიდიხარ და არ თავდება, მაგრამ ამ გზას რა გამოლევს, გავიწყდება კაც საათი, დროს და მანძილს და გავიწყებს მოსწრებული მასლაათი, აგე ყვიჩილს ყელი წასჭრეს, წითლად შერჩად ხელში წალდი. ჯერ ყივილიც არ იცოდა, მოუსწრაფეს წელიწადი. თეთრი ბალიშის ყურივი წინ დაგიდეს ჭყინტი ყველი, ეკალა და ცხელი მჭადი, ბუხარი და ისიც ცხელი, არ გშიოდეს, არ გციოდეს, მისკენ მაინც მიდის ხელი. რა კარგია ეს ჭინჭილა, გაცხრუება იცის დიდის, რომ გონია დავცალეო დასაცლელი ძირში იცდის. ყელში ისე ჩაიმღერის თითქოს ღერის ინდი მინდის. დილდილაო, 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 დილდილ. იმერული ხასიათი, იმერული სტუმარმასპინძლობა და იმერული სუფრა. დიდი მადლობა ბატონო მურმან. აი კიდევ ერთხელ რამდენჯერ ვართ შეხვედრი და ეს ლექსი არსად არ წაგიკითხავთ, კიდე ახალი. აი ამაზე იყო ზუსტად საუბარი. არ იმეორებთ რა, არც სიმღერებს, არც ლექსებს რა. თუ ვინმე არ გთხოვათ ძალით ახლა რომ გინდა თუ არა ეს სიმღერეოდა, ან გინდა თუ არა ეს წაიკითხეოდა. ამ ყველაფერი, ესე იგი სიკეთესთან ერთად ერთი ესეთი ძალიან რთული ამბავი ყოფილა, რთულ საქმესთან მქონია საქმე. რანაირად ორი საქმე ვთქვი. 15 ოპერაცია გქონიათ გაკეთებული ბატონო მურმან. დამჭრენ, მომჭრენ, მინჭრენ და შემკერენ მე. ხო, ეგ არ ვიცოდი სხვათა შორის ეს. ღია არ დავდობიათ არც ერთი. ყველაზე კარგი ბანი რომელი კლინიკის ქირურგმა იცის? იმიტომ რომ ღეროდით ვიცი ოპერაციების დროს. არც ერთი არ მყოფოდა. სხვათა შორის შესვლის დროსაც მღეროდი და მე რო გამომაღვიძებდი, იქნა რომ გამოვყავდი მაშინას ვღეროდი. არ შემიძლია სიმღერის გარეშე არ შემიძლია და რა ვქნა. კი ბატონო. ბატონო მურმან, ახლა ყველა ჯერზე სულ გაქვთ ხოლმე მხიარულ ამბებს იხსენებთ, ახლებს და დღესაც გექნებათ რაიმე ერთი კიდევ გასახსენებელი ისეთი ჩვენი იმერეთიდან ჩამოდანილი. ამ შოუებში მიზართ, რომ და ერთ და იგივეს მაყოლებენ ყველგან. იქნება სხვაც ვიცი, რაღაცა მაცალე, მე ვიტყვი. კი ბატონო, სხვა რაღაც არ მოყვეთ იგივე. სახეობებზე რომ მოყვე. დიდებული ამბავი. აი, იპოლიტე ხვიჩი არა იყო ქუთაისში. კი ბატონო. მაგან სკონდა ხოიც მაგენ დადიოდნენ რაიონებში და ორი სამი კაცი დადიოდა ხოიც ხალტურჩიკები იქვიოდა. ალექსანდრე ჩიქვინიძე იყო. ღოტუშას ისე ისე ჩიქვინიძე და ეს იპოლიტე იყვნენ აიძა მაგარი დუეტი და ქონდათ ასეთი სკეტჩი იპოლიტე არის საწყობის გამგე და ეს ჩიქვინიძე არის ბუღალტერი ერთი და ორი კაცი მუშაობს ამ დიდ საწყობში უშველებელში და ეგ დირექტორია და ის საწყობის გამგეის ბუღალტერი გაიფრანგა კაცო დანაკლისი აქვს 3 ვაგონი მარილი 180 ტონა 60 ტონა და დაიჭირენ ეს იპოლიტეს იჭირავენ ახლა და დაჭირულია და სასამართლო მიდის საწყობის გამგეა დაჭერილი ხო და ის ბუღალტერი ადგება პირზე ამას მოსამართლე რო ეკითხა რომ არა ბატონო მე არაო კაცო მე არაფერი აი მაგან შეჯამა ყველა ო მაგი
და მე მოსამართლე ეკითხება ხეცი იმას. დამნაშავეს ყოველს. ბოლო სიტყვა, ბოლო რას თქო სასამართლოს. რა უნდა ვთქო, ხუჭი პატარა ხელები რო ქონდა ხუჭი. რა უნდა ვთქვა, ბატონო. ამბობენო კაცი რო გეისრო ერთი ფუტი მარილი უნდა შეჭამო იმასანო და 180 დონა შევჭამი ამ შობელძახთან მაინც ვერ გამიცნია ვინა. მაგრამ ახლა მე რო ყვები ეგი რა და ის როგორ აკეთებდა ამას, აი იხოცებოდა ხალხი. ერთი ფუტი მარილი კიდევ რო გაისრო. 180 შეჭამე ვერ გევიცანი. ბატონო მურმა. რამდენიმე ხნის წინ, ესე იგი, მოვისმინე თქვენი შესრულებით ერთი საოცარი სიმღერა თქვენს ქალაქზე, ჩვენს ქალაქზე, რომელიც მე აქამდე სიმართლე გითხრათ, ჩემი ბრალია ალბათ, რომ არ ვიცოდი. სიმღერის ტექსტის ავტორი არის თქვენი ქალიშვილი და სიმღერის ავტორი თვითონ მუსიკის არის ვოვა მაჩიტიძე. დიახ, ბატონი ვოვა მაჩიტიძე. ხო და ამ სიმღერის არ მღერა მით უმეტეს ქუთაისელთან გადაცემაში დანაშაულია ჩემო ბატონო მურმა, მე მგონი. რანაირად უნდა მოვასმენინოთ ყველას ეს არაჩვეულებრივი სიმღერა.